მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სტუმრად კაცებთან. აქ უნდა ყოფილიყო წესით დაში. გამარჯობა, ამდენი ხნის მერე ძალიან მომენატრეთ ყველანი არა, მაგრამ მაინც რა. ამდენი ხანი გამოგვივიდა შესვენება? 3 თვე. 3 თვით გავიზარდე და ვალიც გამეზარდა 13,000-ით. შენც მაგ დღეში ხარ? 13,000-ით. სულ რაღაც. თარსია, ნეტა ცოტა კიდე აიწევდი. 15 უკვე ნორმალურია. მაყურებელიც ისეა გაჩუმებული, რომ კარგ დღეში ეგენიც არ არის. ყველა თავის თუ იმას ითვლიდა, კუდა. მოგეჩინიათ ხალხო. მან დამთავრდა. ყველა ელოდებოდა რომ ნუგეშინიათ ხალხო ან დაიწევს ან რაღაცა. ნუგეშინიათ. კონკრეტულად რა მოხდება არ ვიცი. მაგრამ ამაზე უორესი რა უნდა. ცოტა ხანი ნუ მეაქცევთ ყურადღებას და მე ან თვითონ მოგაქცევენ ბანკირები. ან რაღაცა შეიცვლება. უი, გიორგი, არის გამოვიდა იმის წინააღმდეგ კანონსებზე, ხო შენ? ხო შენ იშვი? კანონის ნორმას. ხო შენ იშვი წაიყვანონ სკოლაში. წაიყვანონ არა, მე წავიყვან შეუშვან. ხო, როგორც არის. მე თვითონ მივიყვან. მე გამოდის რამე. ნახოთ ეხა პარლამენტი განიხილვა. ვერ შეკრიბა ერთი ხალხი ერთად რომ რამდენიმე კომიტეტი გაიარა და ნახოთ რას მივახცევთ. მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. ბოლომდე რა სექტემბრამდე და მე გაიწყებას. და რა უნდა ჩაიწეროს, რომ 6 წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ თუ კონკრეტულად ჯანელიძეს ბავშვი მიიღეთო ესეთ ფორმულირება. არ მაინტერესებს, რაც უნდათ ის ჩაწერონ ბავშვი შეუძლიათ. არავინ არ არის იმის წამკითხავი იქ რა ჩაწერენ. თავარია ბავშვს შეუშვებენ თუ არა ბავშვებს. ნახე ადამიანი როგორი იბრძვის რომ ბავშვი სკოლაში მიიყვანოს. აბა დიშენები ატაროს ცოტა ხანი თუ ამის. მარტადია. დი რა ნებისმიერი დღე აირჩი. თუ გინდა ყოველ დღე ატარე. მე გავიგე იმან მომიყვარა ლობისტი ვინც არის პარლამენტში ამ კანონის შეცვლილების. რომ არავინ არ იყო რა წინააღმდეგია არცეთ კომიტეტზე უარყოფი დასკვნა არ იყო და უბრალოდ რაღაც ვაჭრობა მიდის ახლა პარლამენტში რაც უნდა ხდებოდეს თვეებზე რა ამდენი თვე იყოს იმდენი თვე იყოს ესე იყოს ისე და ერთი ზის მარტო ჩუმადა გვარს არ ვიტყვი მაგრამ მოჭიდავია ვერ ამოიცნოთ იმიტომ რომ ნახევარი მოჭიდავია პარლამენტში ხო და შენ რატო აქ არ ამბობ მე ვაი კონსულტაცია თუ არ გავიარეო ეს ისეთ საკითხია ვერ ვიტყვი ვერაფერ და ისე რა სიტყვია აი ადამიანურად შენ თვითონ რამდენი წლის იყავი რომ შეხვეცკოვე მე რვის. ყველა დიმაუშკა გაგიკეთებია სკოლაში. რა თქმა უნდა. შენ? აბა, ჯანელ? არა. იცი რა. თეორიულად. თეორიულად ვიცი. მინახავს რა უკვე გამოყენებული და გაბინძურებული ჭერი და. არა, ჭერში გეშლება. ისიც მე სუნიც მახსოვს. ვიღაცა რო გაუშვებდა და უი დიმაუშკა და ეს საზიზღარი და ასე შედა. რა მოიცადეთ რა გიცუღლუტია სკოლაში რა გიცუღლუტია ყველაზე ისეთი შატალოზე ყოფილ ხარ კი ერთხელ და ესა და მარტო მეორედ აღარ წავუყვე ისეთ ადგილას იყვნენ რომ სკოლაში ყოფნა ჯობია სადღაც ლაპოში დაიწყეს თამაში და არ ჯობია სკოლაში იმეცადინო ისტორია ალახიან მაინც არ გამოხვალ იქ ხო და რა გიცუღლუტია კიდე დიმაუშკა არა შატალოთი ვერახფრთოვანდი. ერთხელ მასწავლებელი მიდიოდა სადღაც. ეს არ ვიცი მოვყევი თუ არა. რატომ მიდიოდა არ ვიცი გაკვეთილის დროს და მე დამტოვა მასწავლებელი. აუ რანაირი მასწავლებელი თავისი ჟურნალი ქონდა. პატარა თვითონ დაწერილი და სიას ამოიკითხავდა მასწავლებელი არის. და ვისაცორები დაუწერე იმათ მცემეს მე. ჟურნალში ჩაუწერე ორები? ა? ჟურნალში ჩაუწერე ორები? არა, ჟურნალი მაგდენი არ მანდო, მაგრამ ყველა საინტერესო რა იცი, მასწავლებელი რო უწევდა ორებს კი არ წინდა. მე რო დაუწერე ეგ არ გვეწონა. და რატო დაუწერე? არ იცოდნენ? გამოიჭირე. მასწავლებელი რო რაღაცა გამოიყე, უნდა გაამწარო ვიღაცა, აბა ისე არ საინტერესო. დღეს ჩვენ ყავს სტუმარი
როგორც ყოველთვის და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნიკა წერეთელი. გამარჯობა ნიკა. მოგზავნი. ეს დათოა. ამის ძმაზე მოგიყვებით მე. ყავს მამაც მოგიყვებით ჩემს ძმაზე. მართლა? ჯადოსნური საძმო ყველას ყავს. ოღონ უიძელი. ეს რა გაცვი? ნიკა. ეს ცალხელზე მაცვია. აჰა. შენ ხარ პროფესიით შენ თვითონ გითხარი რა რაღაცა. პროფესიით ტვიფრავი ვარ მეც მერხიდან დავიწყე. ტვიფრავდი და დღემდე მოვედი ახლა სხეულზე ვტვიფრავ რაღაცებს. ანუ აკეთებ ტატუებს. კი ბატონო. აკეთებს და იკეთებს. ეს შენ თვითონ გაიკეთე შენივე ტატუ? ეს გამიკეთა ჩემმა მეგობარმა, ძალიან კარგმა ადამიანმა, დიმიტრი კაცანმა. ეგ არ შორდება. ნამდვილია. არა. არ მოშორდება, კაი ხანი. თუ არ ჩავრევთ შესაბამის საშუალებებს. ჩვენთან თუ ჩავრევთ ისე მოშორდება რომ არ ეთხოვა? კი, ლაზერი არის სპეციალური, მოგშორდება. ანუ რა მაინტერესებს? ლაზერი და კრემაცია შველი. ანუ ამპუტაციაც. ამპუტაცია რა? რა მაინტერესებს? არიზედ. რა მაინტერესებს? დაუშვათ აღარ მომწონს რა. ნუ მე დაუშვათ და აღარ მინდა რომ მქონდეს ამას ლაზერით ისე მოაშორებენ რომ მე ზემოდან ახალის დატანა შეიძლება თუ? რა თქმა უნდა. მართლა? არავით არის კვალი უკვე ძვალზე. არა, არ იქნება ესეთი ნაიარევი და რაღაც ესეთი კვალი, რომელიც თქვა სხეულს გააფრჩებს. და ესეთი რამე მოსულა აი თქვენში ვთქვა ვიღაც გაკეთებული ტატუა და ულვაშები რომ მიახატო. ესე რომ მიუმახი ინჯო. არა. თუ სურვილი არ არის ადამიანის მიერ. ვინმე მოსულა ესეთი თავით რომ რაღაც ვარცხნილობა დამახატეთო. კი, სხვათა შორის ფასდაკლებად გაგიკეთებთ. შეიძლება ესე წერტილების დახატვა, იხატავენ რა. ჩოლკა უფრო ძვირი შეიძლება. ნებისმიერ მიერ დაიხატავ, როგორიც გინდა, გადავარცხნილი, გადმოვარცხნილი, გადაპარსული თავი. ასე შეიძლება. გადაპარსული არ გვინა, მადლობ. ოღონ წერტილები იქნება, გამოჩნდება, აქ აღარ იქნება ცარიელი ადგილი, ასე რომ შემიძლია სერიოზული ფასდაკლება გაგიკეთოთ, არ არის პრობლემა. ეგეც მაინტერესებს. ეს სერიოზული ფასდაკლება რამდენია კვადრატულ მეტრზე? ხო, საათი როგორც რითიც ზომავთ. არ საქართველოში ფასები იზომება ძირითადად მეგობრობით და ნაცნობობით, როგორც ყველაფერში. და სერიოზული ფასდაკლება სერიოზულ მეგობრულ და ნაცნობურ ფასდაკლებას. ყველაფერი მეგობრობით იზომება ხინკლის გარდა, გაგიჟებ. 60 თეატრი, 60 თეატრი. დაუჯინებიათ. კაი გამარჯობა უთხარ. სხვათა შორის ხინკალიც მოქვს დახატული. მართლა? კი. ღიპზე? არა. და ჭიპის ადგილას ჭიპი. ის პუჭია. ჭიპს ეძახის. ჭიპი სხვა რამეა ხო? კარგი. ჭიპი პუჭი. ამას რა ბიჭმა დაიხატა თუ როგორ? ბიჭმა დაიხატა. არც იყო ძალიან ქალაქური თუ თეორიული. უცხოელი იყო და იმდენად მოეწონა ეს ჩვენი სამზარეულო რომ გადაწყვეტა ალბათ მეტჯერ აღარ ჩამოვიდოდა აქ და გადაწყვეტა რომ თან გაეყოლებინა ეს დაიხატა და ხანდახან ალოკავს ხოლმე. კიდე რა საჭმელი. ამას ნახე ინტერნეტში ნახე ვიღაცა საჭმლის თემა ამოვწურო. კი, საჭმლის თემა ძალიან საინტერესოა. მე მაგალითად ჯანინი გზიანი არ ყურძენი მახატია მე. ეს ყურძენია? კი. რაჯიშია? ეს არის ადესა. ბოდიში, მაგრამ არ არის ყურძენი. ყურძენია კი რა. ხოთოლი არ არის ყურძნის კაცო. არის კი, აი რაღაცა კი, ყურძენი. ნელ-ნელა ვიხვეწებით მხატვრულ ხედვაში, კარგია. კი. ყურძენი, აქეთ ადესა არის და იქით ის. იქ ქლიავი მომეჩვენა პატარა. ამას ის შაბიაბნით აგაკდა. ეს არის კარგად მოვლილი ყურძენი. რა პერიოდია? უკვე ციფია თუ ცოტა წვეია? არ არის. და ეხლა რა მაინტერესებს? ეხლა შინაარსი რა არის ამ ყურძენს? ვინო უყვარს? ხო, და აი საქმეც მაგაშია. იმ ადამიანს შეიძლება მეჯერ მიირთვით თუ რა ირას ნიშნავს? ხო, სასაცილო არის ერთი შეხედვით, მაგრამ შეიძლება ყველანაირ სასაცილო რაღაცას და სახუმაროს მივცეთ სერიოზული დიაკა. ეგეც ესეთი რაღაც ყურძენი მერწამი. წალამი. ძირითადად თემა ყურძენია შენ ხელზე? კი, მხოლოდ ყურძენი და ეს ახლა რომ მიუშვა დაფაროს. ხო, ტალავერია. ადამიანი ტალავერი. კი, ჭირდება ყოველთვის გასხლა, თორემ მართლა შეიძლება ეს მეგობრობზეც გადავიდეს. შემოდგომაზე თან რა ყვავდება? ისიც ხო არის წარწერები ტატუები. კი, რა თქმა უნდა, სასაცილო ლათინური და ჩინური და იაპონური. კი. შეცდომებს არ უშვებთ ხოლმე. ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ. იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვხატავ ეგეთ რაღაც იეროგლიფებს და იყო შემთხვევა ერთხელ მოვისმინე სხვათა შორის რომ ადამიანმა მოითხოვა იეროგლიფი და კი მე ვიცი ერთმა
ძალიან ცნობილმა მასტერმა უთხრა, რომ კი, მე ვიცი ეს რასაც ნიშნავს, ეხავე წავალ და დაგიხატო და წავიდა და ანაკომის სუპი ამოატრიალა, იქ წაიკითხა ეს იეროგლიფები და ქათმის სუპის რეცეპტი ზედ აქვს ეხა ადამიანს. იმას გონერ ბედის წერა და რაღაცა აწერია რაღაც. ეს დრო ფულია, რაღაცა აწერია და სინამდვილეში აწერია რა ისა. ქათმის სუპის რეცეპტია რა ჩვეულებრივი. შემადგენლობა ცხიმი 20 გრამი. ტატუზე მე ჩემი ის არის ყოველთვის ყველაზე ჩემი საყვარელი ამბავი რა ტატუზე არის რომ ყველაზე კარგი ტატუ რომელია იცი უკანა ნაწილზე უნდა დაიხატო ორი მოშპაგავე რა და პლაჟზე რომ გაიქცევი ესენი იშპაგავებები ცოტა გვიან დავიდა მაგრამ პანაძეზე დუნდულებზე ზუსტად და სად გაიქცევი დუნდულები რო წყლისკენ რო გაიქცევი და ტკ 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 ზუსტად რომელი ფეხით დაამთავრებ არ ვიცი ის მოიგებს ხოლმე ცხოველს შეიძლება რომ გაუკეთო ეს ტატუ ცხოველებს ხო ნომრავენ ჩვეულებრივად ეს ხო არის ოღონდ ტატუ ცხოველს რო გაუკეთო აი თეთრი რომ მოგიყვანო ზებრას წამოვიყვან ოღონდ უნდა გავყარე ზუსტად იცის ეგ ზებრა სად მიიყვანო ასლაში ზებრა ყავს სილარი არ დაგიჭირება რატო პრინციპში ადვილია მან რა სახაზავი დაადო და გააყოლა არის აი მოხატული კატებია ეს ეგვიპტური კატები რომ არის აბოტრიალებული კატარო არის ხო შიგნიდან ზამშის კატები ეგენი არის მოხატული კი ძაღლსაც ახატავენ მაგაში აუ ეჯერე კატარა მე დახატული ეგეთი კატა მაგარი ძაღლი უნდა დაახატო მაგრამ რომ მოძდებს უცნაურ ადგილებში და უხერხულ ადგილებში იკეთებენ ტატუებს კი ძირითადად მადიკეთე არა ძირითადად ჩვეულებრივად გამოსაჩენ ადგილებში იმიტომ რომ ყოველას უყვარს გამოაჩინოს რაღაც ელემენტარული მაგრამ არა გამოსაჩენ ადგილებსაც არა გამოსაჩენ ადგილებიც არის პოპულარული კი საქართველოში ყველაზე მოხატული საქართველოში მით უმეტეს ეს მართლა კი რა თქმა უნდა აი ყველაზე აღვირახსნილი ტატურაა რა ყოფილა რაც გაგიგია სახელებია ხშირ შემთხვევაში რა აღვირახსნილი სახელი რა სახელია სახელი აღვირახსნილ ადგილას ანუ სახელს არ ქმნევენ თქმა უნდა თუ ვინმე საპატივცემულოდ რო მე წითელ ლენტს ვჭრი ხოლმე რომ გახსნილია ამ კაცის საპატივცემულოდ თუ ვინმესთვის შეურაცხყოფის მისაღები მეზობლის სახელის ტატუ უხერხულ ადგილზე ხა ვიღაცის სახელი რო გაწერია გააჩნია რომ უხერხულ ადგილზეა ლაპარაკი ესე იგი ძირითადად ხატავ ცხოველებს არა ძირითადად სცენარეებს ყველაფერს ხატავ იეროგლიფებს წარწერებს ყველაფერს და პეიზაჟებს ხატავ კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა არის კოსმოსური პეიზაჟები თქვათ ანუ რაღაც კოსმოსის ფული დაგიხატია ვისთვის აი თქვა $100 და $100-იანების შეკრა ესე ვარდივით მართლა აბა მოდი თუ ვინმე თუ იტყვის ისეთ რამეს დახატული რო არ ყავს უცელზე ხო არ გიცდია $100-იანი დახატო ისე რომ ვერ გაარჩევ არა პრინტერი მაქვს მაგისთვის ანუ კარგი პრინტერი მაქვს სტუდიაში იმდენად კარგი პრინტერი გაქვს რომ კარგია ცოტა კურსი დავწიო მე ქაღალდი მაქვს კარგი და შემოვირი აი უკვე რამ ხელას ვიაწები აი აი რა ისეთი რამე რაც არ დაუხატია ხო უთო აჰა ბანკრატი მაგრამ მინახავს ადამიანი რომელსაც უთო აქვს თვითონ დიდ ზომაში მიხატული ამომწვარი აი თქვენს გინახავთ ხო კი ისე რა ქვია მანქანებს იხატავს ვინმე? კი, მანქანებს იხატავს. ძველ ამერიკულ. BMW-ს იხატავენ? BMW-ს ლოგო დამიხატავს. პეკინზე რო დაგიხატ ვინმე დადის BMW-ს ლოგოთი ტატუსი, აი მე. არ ყავს ალბათ. პეკინზე რო არქივის შენობა დგას ის. არა, მან მუშაობს. კი. ვახტანგ გორგასალი დაგიხატავს ვინმეზე? სხვათა შორის არა. ისე ქართველი მეფეები არ მოხს და არც ერთი ფასდაკლებას გავაკეთე. დაიცა რა უცხოელი მეფეები ყავს მაშინ. ქართველებიან. საერთოდ ესეთი მეფეების პორტრეტები ხდება, იხატავს ხალხი პორტრეტს. ილია ჭავჭავაძე დაიხატეს აი ანდრეისთან. ირაკლი ხო გაქვს ნანახი? ვინ და უცხოელი? მე არ ვიცი, მაგრამ მეც ეგრე მაქვს ნანახი როგორც ხო. ილია ჭავჭავაძე. ილია, კი. შეიძლება ქართველმაც ხო არ ვიცი. თავის ხელმოწერით იყო თუ ის? დელ პიერო დავხატე ამას. დელ პიერო ვიცაც BMW ქონა ალბათ იმას. იმათ სპონსორ GP არის. შენ პროფესიით ხარ მხატვარი, ხო? პროფესიით აკადემიაში ვსწავლობდი ინტერიერის დიზაინზე ვარ, ანუ არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი. ეხა ექსტერიერზე მუშაობ. არა, რა მაინტერესებს, აი ნებისმიერი ადამიანი გამოვა ტატუს მხატვარი?
თუ ხატვა უნდა იცოდეს. ჩემი აზრით უნდა იცოდეს ხატვა. იმიტომ რომ მაშინ გამოვა ისეთი ტატუს ხატვარი, რომელიც აკეთებს კოპირებას. ანუ რაღაც შაბლონს, წარწერას და შეიძლება ცუდად დახატო. მე ვხატავ კაცი, ესე მრგვალ შემოხატავ თვალები, კი. თუ ნახე კლიენტი ეგეთ. მაგაზე შენ არ მოცდე დათოსთან მიიყვანე ეგ. შენ ქალებზეც მუშაობ თუ მარტო კაცებს ეხატავ? რა თქმა უნდა ქალებზეც. ძირითადად მეტი ქალები რაოდენობა. რას ეხატავენ? მანდაც იგივე ვარიანტებია. სცენარები, გაბრაზებული ცხოველი. გაბრაზებული არის. BMW. კეთილი რომი რაღაც სცენარები, პეპლები ხო. არის სასაცილო რაღაცა. აი რათოს რა ტატუ მოუხდა? რუკა დაუხატავს ვინმე? საერთოდ გარდაბნის რაიონის რუკა. არა. კლიენტი ხო არ ყავს. მელოდებოდი გარდაბნის რაიონი. რუკები ჩვეულებრივი. სოფი რუკა დამიხატავს რამოდენიმეჯი. რატო გამოყავდი? სოფლიო რუკა დაგიხატე. კი, არის ეგეთი ბევრი ხატავს იმ სოფლიო რუკაში ყირიმი ვის ეკუთვნოდა შეიძლება. ხო და საქმეც იმაში იყო რომ იყოს მხოლოდ კონტური და იდეა ქონდა ადამიანს სადაც ჩავიდო და ის ადგილები თავისი იმდროინდელი საზღვარით გაეფერადებინა. საქართველოს მთლიანი გავაფერადე მე. გარდაბნიანა? კი, არაფერი არ მოვა. ცოტა მივამატე იქით სომხეთის საზღვარისკენ გადავედი, მაგრამ მაპატიე. და მოდი შიგადაშიგ და გეუნება ბაქოდან ჩამოვედი აზერბაიჯანი. სადაც მიდის, იქ აფერადებს. სომხეთში არ შეუშვებდნენ. რა ადგილას ხონდა ეს რუკა დახატო? სურგზე. აი ხო და დათოს შენი აზრით აი ესეც. ოსტატის თვალით რომ შეხედო რა ტატუ მოუხდება. არ ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ მიხდება მე ეს რაც მახატია, მაგრამ მე ეს შინაგანად მინდა. თავარია შინაგანად რა უნდა ადამიანს, კი. შენ ახლა შინაგანად ყურძენს ასხივებ? არა, სინამდვილეში სულ სხვა დატვირთა აქვს, მაგრამ ნუ რა გითხარი ჩვენ? ანუ არის თეთრი და შავი მტევანი რა. და როგორც ყველა ადამიანი თავისი თეთრი და შავი მომენტებით ისხავს მთელი ცხოვრების მანძილზე, აი ესე მე ჩემი აზრია რომ მეც ესე ვითარდები, რაღაც არის შავი მომენტები ჩემ ცხოვრებაში, არის თეთრი მომენტები, რომელიც ჩემთან ერთად იზრდება, ღვინდება, ვითარდება და ნუ როგორ ნაყოფს გამოისხავს და როგორი ღვინო დადგება, მე გაგაგები. ფარდით. რა მაინტერესებდა? გარდაბნის რუკის მერე შენ თუ კიდე რა დიდ ტექსტებს იწერს ვინმე რამეს? კი, ლექსებს სხვათა შორის. გალაქტიონის ლექსი. რაღაცები არის ტექსტები, რომელიც ნუ რამდენი კუპლეტი კონსტიტუცია ვინმეს დაუწერია? არა. კონსტიტუციას არ იწერენ, იმიტომ რომ იცვლება ხშირად მე ეს. რაიცი ხო რაღაც. გადახაზული ეგრე რო არის ესე რო ჩამატებული. კიდე რა მაინტერესებს? აი სახელებს რო იწერენ. ხშირად მოდიან გადაკეთებაზე? კი, თითქმის ყოველ ჯერზე. მართლა? იმიტომ რომ უშვები. მზე გადავაკეთებ ისე. თავიდანვე არ აფრთხილებ, ეხა შენ ისეთ სახელი გიწერია, რომ ამის მერე ჯობია ეძებე მერაბა. აი იუზაროა და იურა იქნება ყოველში. არ ძალიან ბევრს ვაფრთხილებ ხოლმე, მაგრამ აი მაინც არის სმენენ, რა ვქნა. ადამიანს რო აქვს რაღაც აჩვენებული ვერ გააჩერებ. რა თქმა უნდა. მაფრთხილებ და მეც ეგრე ნუ იხატავ მაგასო და აჰა. არა, შენ გიხდება სხვა შორის. ეხა დიდხანს რო უყურე, ხო? შენ ნახე უყურება თუ მოგინდა ყურძენი. ერთი ესეთი სერიოზული ნერწყვი გადაყლაპა. კარგ ყურძენს რა. შენ რო გითხრა, შენი აზრით ჯანელას რა მოუხდება? ჩვენ ნუ თქვენ სტატუ ორი ტატუიანი. არა, გითხრა კაცმა რომ შინაგანად უნდა მოიხდინო. იქოს ვეუბნები. არის რაღაც რომელიც გჭირდება რა და ხო თქვი ხმის სტატუზე და ფასდაკლება იქნება. ხმის სტატუზე სხვა გეგმები მაქვს. არის რაღაც მოხთენის და საჭიროების. ვის აი დათოს რაღაცა ესე თევზაობა უყვარს და აი მაგ სფეროში რაღაც თევზი რო დაიხატო, რომელიც დაცურავს მდინარეში და შენ ვერ იჭერ. მაგალითად, რატო უნდა დაიხატო თევზი? შენ ნადირობა რო გიყვარს, ტახი უნდა დაიხატო. ახნაგირი. ნიკ თავაზობ დათო. თუ არ მოგწონს, ჭამა რო მიყვარს, ეხლა უნდა დავიხატო საჭმელი? რატომაც არა. ძილი რო მიყვარს, უნდა დავიხატო ხრინვა? არა, რაღაცა.
ბალიში. ბალიში აი ეგ რო ბალიში გქონდეს ახლა მოგიხსნა. მაშინ ესეთი რაღაცა გამოვიდა რა თევზი არის ბალიშზე წამოწოლილი და ხურინავს. ბევრი ხინკალი და კალა. სუდია ახლა. ფანტაზია ქონი ადამიანს. და ბოლოს რო შევაჯამოთ რაღაც საერთო ეს რამე ტექნიკური დოკუმენტაცია და ნახაზი მაგალითად. კი, სხვათა შორის როგორ არა. ყველაფერი აქ დახატული. ანუ იყო ერთი ადამიანი, რასპრიდვალი დაგიხატია? ეგ არც მე, მაგრამ გამიგია. არა, შეიძლება აქ დახატო. ეგ რა. რაღაც ნაწილია მანქანა. აი ელექტრული სქემა მაგალითად დაგიხატავს. ელექტრული სქემა არა, მაგრამ აი ეს ნახაზი, რაც შეეხება ნახაზს, დავხატე ერთ-ერთი შენობის გეგმა, რომელიც იყო უბრალოდ ლამაზ და არ იცოდა იმ ადამიანს, ეს იყო შენობის გეგმა. მე ამოჩა რომ ბანკი იყო და გეგმა. ხო და მე ვხერო ეს ციხეში და გამოიყვანა თავისი ძმა. დედაც ადამიანი. და ბოლოს რო შევაჯამოთ დათო თუ შეიძლება. რამე საჭმის რეცეპტი. კათმის სუპის რეცეპტი. ერთი რჩევა რო გითხრა საბოლოოდ მაყურებელს რო უთხრა, ვინც დათო არ აპირებს ეთყობა აშკარად უკვე, იმიტომ რომ ხომ მე უკვე ჩავფიქრდი რა. რომ რას ურჩევ ადამიანებს, რომლებიც აი ეხლა გადაწყვიტეს, რომ აი ხვალ მივალ და იქნებ ტატუზე და იმაში არჩევენ ინტერნეტში, ეს არა, ეს თუ ეს ჯობია. მე ურჩევ ყველას, რომ დაფიქრდეს, იფიქროს ძალიან ბევრი. იმიტომ რომ არ არის ეს სათამაშო, არ არის ეს ახლა რა რჩევა, იფიქრე ძალიან ბევრი. მაგას ნახევარი ფეხებზე დაიკი. ეგრევე არ უნდა მოხდეს. ნუ მე ისევ ჩემთან მოვლენ გადასაკეთებლად. შენთვის უკეთესი არ არის? არ არის უკეთესი. რთულია რა, ერთი სიტყვით რო ვთქვა, რთულია ეს გადაკეთებები, იმიტომ რომ ეხლა ყველა მზე არ გამოდის რა, ვერ გადააკეთებს. და რაღაც ისეთი ჩვენ ჩამოგიწერთ გინდა? შენ მოიტანე ჩვენ ჩამოგიწერთ რა ხდება ადვილად. ჯობია რომ იფიქრონ. და არ იჩქარონ, იმიტომ რომ ეს არის მთელი ცხოვრება და მე ინანებენ რა. და თუ ისეთ რამეს მოიფიქრებენ, რაც არის იმათ შინაგან უნებაში, ჯობს რომ გადაწყვეტონ ცოტა ნაფიქრად რა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას. მადლობა რომ მოხვედით.